მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი და მნიშვნელოვანი სიახლეები. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდის მერყეობიდან გამომდინარე კურსის ნაწილში სტაბილურობა შეინიშნება, მცირედით გამყარდა კიდეც ეროვნული ვალუტის კურსი. ამ მხრივ ამ ჭრილში ზოგადად ძალიან მნიშვნელობა აქვს გლობალურ პროცესებს, მათ შორის კიდევ ერთხელ და არაერთგზის ნახსენებ ნავთობის ფასებს მსოფლიოში, ცხადია გარკვეული ტიპის აჟიოტაჟურ ქცევას, რომელსაც მომხმარებლებში გლობალურად აქვს ადგილი. თუმცა ეს ნაწილი ცალკე და მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რაც ასევე გახდა სამწუხაროდ მოხერხდა და გახდა სპეკულაციების საგანი, ევროკავშირმა კვლევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, ვინაიდან სრულიად დაუმსახურებლად და დაუსაბუთებლად იყო აქცენტი გაკეთებული კვლევის ტერმინალის დასანქცირებასთან დაკავშირებით და თითქოს ხდებოდა რაღაცა საეჭვო ტვირთების გადაადგილება, ასე შემდეგ. რაც თავარია, გაირკვა ყველაფერი და გაირკვა დეტალურად. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამავდროულად ჩვენ ვნახეთ ბატონი სალივანის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ და როგორღაც მოხერხდა და ამ წერილშიც კი იყო ინტერპრეტირება. თუმცა ვნახოთ რამოდენიმე ფრაზა ამ წერილიდან. პირველ რიგში წერილში აღნიშნულია, მივესალმებით თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქციებული გემების შესვლას მის პორტებში. აღნიშნულმა განაპირობა კვლევის პორტის ჩვენს მე-20 სანქციების პაკეტში არ ჩართო. ძალიან მინდა რომ ამ ნაწილს მივახციოთ ყურადღება. რაზე აქვს საუბარი? ესე ბევრმა აბსოლუტურად ვიტყოდი პირდაპირ უცოდინარმა სანქციების საკითხებში, სრულიად გაურკვეველმა სანქციების საკითხებში, თითქოს ეს ნაწილი გადათარგმნა ასე, რომ საქართველოს რაიმე ახალი ვალდებულება აიღო. მეგობრებო, მინდა ყველას შევახსოვოთ. საქართველოს საერთაშორისო სანქციების ერთგული იყო პირველივე დღიდან. როგორც კი საერთაშორისო სანქციები ამ კუთხით ამოქმედა. ერთმანეთისგან განვასხვაოთ საერთაშორისო სანქციები და ორმხრივი სანქციები. შესაბამისად, საქართველოს არაფერი ახალი ვალდებულება არ აუქმდა. საქართველოს ამ შემთხვევაში იმოქმედა ისე, როგორც მოქმედებდა, უბრალოდ ვიღაცეების მიერ მორიგი დეზინფორმაცია, ცრუ ინფორმაცია კვლევის პორტთან დაკავშირებით შეამოწმა, გადაამოწმა და წარადგინა მტკიცებულებები, რომ დიახ, არანაირი რისკი კვლევის პორტთან დაკავშირებით არ არსებობს. ის რომ საქართველოს საერთაშორისო სანქციების ერთგული იყო, არის და რომ იქნება დადასტურდა, ამ ნაწილში კიდევ ერთხელ აღსანიშნავია იყოს ნაწილში, რომ საქართველოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო მართლაც, სადაც რუსული ბანკი, VTB ბანკი დაიხურა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. დიახ, ამ პერიოდიდან მოყოლებული საქართველოს არის საერთაშორისო სანქციების ერთგული და ყოველგვარი სპეკულაცია, რომ თურმე თითქოს ვიღაცამ რაღაც ახალი ვალდებულება იყო, არის ღრმად არასწორი, მორიგი დეზინფორმაცია. ნახოთ ასევე შემდეგი ნაწილიც ამ კუთხით, სადაც ბატონი სალივანი ასევე აღნიშნავს, რომ ჩვენ ვაფასებთ თქვენს მუდმივ ძალისხმევას. დაუფიქრეთ ახლა მაგ მუდმივ ძალისხმევას, მანამდეც არსებობდა ეს ძალისხმევა. და კიდევ ერთხელ სპეკულანტების ამ ნაწილში თავიდან ასარდებლად წერილი უნდა წავიკითხოთ კარგად და გთხოვთ განაგრძოთ იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული რუსეთში მგრძნობიარე, როგორც ხო სანქცირებული საქონლის ტრანზიტის ან რეექსპორტისათვის. აქაც მინდა ყურადღება მივახციოთ. ძალიან მარტივ ფრაზას. განაგრძოთ იმის უზრუნველყოფა. საწერი ახალი ვალდებულება იყო. განაგრძეთო, რასაც აკეთებთ. ანუ კიდევ ერთხელ საქართველოს იყო საერთაშორისო სანქციების ერთგული, ამ ნაწილში ასრულებდა ზედმიწევნით ყველა ამ მოთხოვნას, ყველა ამ ნაწილს და როგორც კი ვიღაცების ცრუ ინფორმაციების მიწოდების საფუძველზე გაჩნდა რისკი აბსოლუტურად უსამართლო პორტის პოტენციური დასანქცირების, საქართველოს სახელმწიფომ წარადგინა ალბათ შესაბამისი მტკიცებულებები, როგორც ჩანს ზედმიწევნით და მივიღეთ ეს წერილი, რაც მივიღეთ. კიდევ ერთხელ ეს არის გაგრძელება და არა რაიმე სიახლე საქართველოს მხრიდან მოქმედება. სხვა შორის ამ ნაწილს უპასუხა ასევე და გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის მოადგილე კაპიტანი თამარ იოსელიანი. ნახოთ ეს შეფასება.
საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს საერთაშორისო სანქციების მკაც აღსრულებას და ჩვენ ამ პროცესში ვმოქმედებთ როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორი და სანქციების დაწესების დღიდან თანმიმდევრულად ვუზრუნველყოფთ, რომ ჩვენი ტერიტორია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ფინანსური სისტემა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდითავლისთვის და სწორედ ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველოს ნავსადგურებით, სადაც უკვე მოქმედებს კაცრი კონტროლის მექანიზმები და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ და სწორედ ამის შედეგად ევროკავშირის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყულევის ნავსადგური არ შევა სანქციების მეოცე პაკეტში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მომავალშიც გააგრძელებს ევროკავშირთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებულ და მჭიდრო მუშაობას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იყოს სანქციების ეფექტიანი აღსრულება და თავიდან იქნას აცილებული მათი გვერდის ავლა. დიახ, როგორც კალბატონი თამარი აღნიშნავს, გააგრძელებს, აუცილებლად გააგრძელებს. როგორც საქართველოს იყო თავიდანვე ამ სანქციების ერთგული ხაზი მინდა გაუსვა. ამ წერილში როგორ მოხერხდა სპეკულირება მართლა მიგვირს. ნიჭი უნდა ამ ნაწილს და ყოჩახთ. ანუ ყოჩახთ ვინც ამ წერილზე ახერხებს და სპეკულირებთ, იმიტომ რომ გასაოცარია მართლაც ეს ნაწილი. გასაგებია ყველა დანარჩენ საკითხზე, როგორ იქცევით, როგორ რეაგირებთ, მოკლედ საინტერესო ნაწილი იყო ნამდვილად. ასევე დღეს საინტერესო ამის ინტერპრეტირება როგორ მოხერხდება. ჩვენ ასევე გუშინდელი მაჩვენებლით ამ შემთხვევაში, ვინაიდან გამოქვეყნდა დროში საათობრივი განსხვავებიდან გამომდინარე Heritage ფონდის შეერთებული შტატების დროით Heritage Foundation-ის კვლევა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, სადაც საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მიმართულებით კიდევ ერთხელ წაიწია წინ ამ ნაწილში. აუცილებლად მინდა ყურადღება მივაქციო ამ მაჩვენებასა და განსაკუთრებით მინდა მივაქციო დიაგრამა, ბოლო დიაგრამას ყურადღება 2024, 2025 და 2026 წლებში ვხედავთ ჩვენ ზრდის ტენდენციას ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლის. იყო აი ორივე ამ წლის განმავლობაში 24-დან 25.6% პუნქტით და 2025-დან 2026-მდე 0.6% პუნქტით წისვლა. ამ კუთხით საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი მაჩვენებელი და ოცეულში არის წარმოდგენილი მთელი ევროპის მასშტაბით ამ თვალსაზრისით, თუმცა განსაკუთრებით მინდა გამოვყო და გამოსარჩევი ნაწილია, მაგალითად საგანსახადო თავისუფლების კუთხით, მაგალითად სახელმწიფო მართვის მიმართულებით ფისკალური პოლიტიკის კუთხით, თავისუფალი ვაჭრობის კუთხით საქართველოს აქვს განსაკუთრებულად მაღალი კოეფიციენტი, მაღალი მაჩვენებელი, მაღალი შეფასება ამ წელში, როგორც Heritage ფონდის ეს კატეგორია ამოცებული, საქართველოს არის დაფიქსირებული როგორც სრულად თავისუფალი ქვეყანა აი ამ კატეგორიების მიხედვით, რომელიც მე აღვნიშნე ამ ნაწილში და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ მისასალმებელია, რომ ამ კუთხითაც ქვეყანას აქვს პროგრესი. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ ხოლმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებს, სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებს და ეს ნაწილი ამ შემთხვევაში არის როგორც ანალიტიკური ორგანიზაციების შეფასებები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს შეეხება ამ ნაწილში, საქართველოში ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების რეგულირების წესი შეიმუშავა. კიდევ უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივი პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებით უსაფრთხო და გამჭვირვალე რეგულირებისა და ზედამხედველობის ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით იქნა ეს რეგულაცია შემუშავებული. წესის დანერგვა უზრუნველყოფს საქართველოს სტაბილური ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მდგრად განვითარებას, ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას და სექტორში რისკების მართვის შეფასების გაუმჯობესებას. ცხადია, ეს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა და ამ კუთხით ჩვენ შეგვიძლია ასევე მოისმინოთ შეფასება ეროვნული ბანკის მხრიდან. ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერების მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა სტაბილური ვირტუალური აქტივების, ეგრეთ წოდებული სტაბილქოინების პირველადი შეთავაზების წესი. სტაბილქოინების გამოშვების სამართლებრივი მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სხვადასხვა კრიპტოაქტივებით ვაჭრობის გამარტივებისთვის, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიების განვითარებისთვის და სტაბილქოინების მიმართ ნდობის გაზრდისთვის. აღნიშნული წესი ქმნის უსაფრთხო
საფრთხოს აზადამხედველო ჩარჩოს, რომელიც მიზნად ისახავს პირველ რიგში მომხმარებელთა უფლებების დაცვას, სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას და შესაბამისობას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძის შეფასებას უსმენთ ამ შემთხვევაში, მართლაც მორიგი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, თუმცა ეროვნული ბანკიდან მინდა გადავინაცვლოთ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით ასევე საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს განსაკუთრებულად ეხება და საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან არის განსაკუთრებულად დაკავშირებული საკითხი შეეხება დაზღვევის ნაწილს. შესაბამისად, მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმარი ბატონი დავით ონოფრიშვილი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ბატონ დავით, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მაესტროზე მობრძანებისათვის. თხოვთ დავბრძანდეთ. დიდი მადლობა, მე ვიცი რომ ისეთი დატვირთული პერიოდი გაქვთ ახლა თან მით უმეტეს მოხალისეობის დაცვის კვირეული გაქვთ საკმაოდ აქტიური, რომელიც ეს არის გაიხსნა და მიმდინარეობს აქტიური სამუშაო პროცესი ამ კუთხით, თუმცა კვირეულამდე აუცილებლად პირველ რიგში მინდა გითხრათ სექტორში არსებული ვითარება 2025 წლის მონაცემებიდან გამომდინარე, თუ შეგვიძლია რომ შევაჯამოთ ეს ვითარება და გარკვეულ ტენდენციებზე ვისაუბროთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. პირველი პირველადი მონაცემები უკვე გვაქვს სექტორის 20 თებერვალს ჩაგვაბარებენ ხოლმე სრულ ინფორმაციას. მცირედი დაზუსტებები ხდება ხოლმე, ამას შემდგომ ერთვის მათი აუდიტორული დასკვნები წლიური და მერე ქვეყნება უკვე საბოლოო მონაცემი, მაგრამ ცვალებადობა 1%-ზე ნაკლებია, შეიძლება 0.1%-ის ფარგლებში, ამიტომ შეგვიძლია თამამად ციფრები ვთქვათ უკვე. კი ბატონო, ძირითადი მაჩვენებლები ეს არის. ძირითადი მთავარი არის, ესე იგი, მაჩვენებელი ეს არის მთლიანი პრემიის მაჩვენებელი, ანუ შემოსავალი რა ქონდათ კომპანიების ერთობლიობაში, დაზღვევის სფეროში პრემიას ეძახიან, შეადგინა 1 მილიარდ 411 მილიონი. და გაზრდილი არის 20-24 წელთან 12%-ით. საკმაოდ კარგი ზრდა არის, წინა წლებში ჩვენ ცოტა მეტიც კი ქონდა ზრდა, 18%-მდე 2-3 წელი. ზედიზედ და მთლიანობაში ნებისმიერი ზრდა 8-10%-ის ფარგლებში და მით უმეტეს 10%-ზე მეტი ითვლება კარგ ზრდად. უნდა ითქვას, რომ შესადარებლად მინდა თქვა სექტორის ზრდის, უფრო ნათელი იქნება, რომ 2015 წლის მონაცემი იყო 393 მილიონი. 400 მილიონზე ნაკლები. 2023-ში პირველად გადაილახა მილიარდიანი ზღვარი. და უკვე 2 წელიწადში უკვე მილიარდ 400 მილიონია და საკმაოდ ეს სოლიდური 10 წელიწადში პრაქტიკულად არის თითქმის 3.5-ჯერ გაზრდილი სექტორი. ეს მოწმობს თავისთავად იმაზე, რომ მოსახლეობის ნდობაც გაზრდილია, რა თქმა უნდა, სრული ნდობაზე ჯერ არ არის ლაპარაკი, მაგრამ ზოგადად ნდობა გაზრდილია სადაზღვო კომპანიების მიმართ, ასევე პროდუქტების მიმართ, რომელსაც ისინი ქმნიან, თუმცა იდეალური ბევრი რამე არ არის, რა თქმა უნდა, ამას არ გულისხმობ და რეალურად ასევე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ტრადიციებიდან გამოსვლა, როდესაც მაშინ უბრალოდ გჩუქნიდან ან მხოლოდ ერთი კომპანია იყო, ცხადია და მენტალიტეტიც ისეთი იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არა მხოლოდ საქართველოში, რომ დაზღვევა სავალდებულო არ არის. ეხლა მე შემთხვევა არ მომივა, მანქანას კარგად ვატარებ, ჯანმრთელობით ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ ადამიანი რწმუნდება, რომ რაღაც ეტაპზე მას ჭირდება ეს გაუთვალისწინებელი ფინანსური ზარალი, ხარჯები, რომელიც შეიძლება გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს მოხდეს, რასაც დაზღვევა აზღვევს სწორედ. ეს ფინანსური რისკები თავიდან აიცილოს და ამიტომ არის რომ სოფლიოშიც, ევროპაშიც, განვითარებულ ქვეყნებში და განვითარებად ქვეყნებშიც უფრო მზარდი არის გაგება, შეგნებაც, რომ ჯობია კონდეს ეს სხვადასხვა სახის დაზღვევა და შენ მართლაც გარანტირებულად მერე არ ეძებო სხვადასხვა საშუალებები ბანკში, კრედიტში თუ ნათესავებში, რომ დაფარო მერე შენი ფინანსური ეს რისკები, დამდგარი უკვე რისკები.
ასევე გაზრდილია ზოგადად აქტივები, გაზრდილი არის კაპიტალი, წმინდა მოგება იმავე დონეზეა და თავარი მაინც ამაში რაც შეიძლება ითქვას სექტორის განვითარებაში რომ კონკურენცია არის. ხო 19 კომპანია და შემიძლია თქვა რომ შეიძლება საქართველოსთვის 19 ცოტა დიდი ციფრია და 10-12-ის იგივეს გააკეთებდა თქვათ მიწოდების თვალსაზრისით, მაგრამ ყველა ეს კომპანია რეალურად ჩვენი ის მოთხოვნები, რაც საერთაშორისო სტანდარტებს ჩვენ ვემორჩილებით და ვითვალისწინებთ, კაპიტალზე მოთხოვნა, საზედამხედველო კაპიტალზე მოთხოვნა, ანუ ყველა მათგანი ამას ასრულებს ამ ეტაპზე, ამიტომ არანაირი ის არ არის საფუძველი, რომ რაღაცა უცბად რომ გავზარდოთ ჩვენ კაპიტალი, არის 7.2 მილიონი და ვთქვათ, რომ ხვალ იყოს, უცბად არ ვიძახით, ერთ წელიწადში 20 მილიონი. ცხადია, ბევრი ვერ შეწდება და ეს გამოიწვევს რყევებს. ამიტომ ჩვენ ეს არ გვინდა, უბრალოდ ჩვენ ვაკონტროლებთ სრულად, რომ კომპანიები, რომლებიც იღებენ ფინანსურ ვალდებულებას მომხმარებლის მიმართ, ის ვალდებულება უნდა გაისტუმრონ და სწორედ ამ სურათს ჩვენ უყურებთ და ვაკონტროლებთ. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია რამოდენიმე საინტერესო ასპექტი ახსენეთ თქვენ, მათ შორის ბოლო ნაწილს. კონკურენციაა მაღალი, შეიძლება ცოტა მეტი გვეჩვენება ეს კომპანიები, მაგრამ კონკურენციაა მაღალი, რაც თავარია ვითარება, როდესაც კონტროლირებადია და მომხმარებელს საფრთხე არ ემუქრება, იყოს ეს კონკურენცია. კონკურენცია როცა არის ეს კლასიკა ეკონომიკის, მაშინ ხარისხიც და ფასი უფრო დაბალია, იმიტომ რომ მონოპოლის საშიშროება არ არსებობს და ეჯებრებიან ერთმანეთს კარგი ხარისხით, კარგი პროდუქტი და შედარებით დაბალი ფასი და ამიტომ ეს მართლაც ის სფეროა. კი ბატონო, ეს მართლაც ის სფეროა თქვენი სამსახურის რეგულირების ქვეშ, სადაც ძალიან ძნელია იშვიათად თუ მინახავს ადამიანები, რომლებიც საუბრობენ, თქვათ რომ აქ თითქოს კონკურენტული არ იყოს ბაზარი, ან პირიქით ყველა საუბრობს, რომ ეს არის მართალი გითხრათ, რომ ეხლა არ არის რეალურად და იმიტომ. კი ბატონო. აუცილებლად მინდა რამოდენიმე საკითხზე ვისაუბროთ, თუმცა მინდა რომ ასევე მოკლედ შევაფასოთ მომხმარებელთა დაცვის მეოთხე საერთაშორისო კვირაობით, რომელიც ორშაბათს გაიხსნა, სადაც თქვენ ხართ წარმოდგენილები კონკურენციის სააგენტოს ეროვნულ მარეგულირებლების სრულად ამ შემთხვევაში კომუნიკაციების თუ არ ვთქვი, კი ამ ნაწილში ყველა მარეგულირებელი წარმოდგენილია. სუსტათის უსაფრთხოების. კი ბატონო, მოკლედ რას ემსახურება, რა არის ძირითადი მიზანი? თან უმეტეს უკვე მეოთხეთ. ესე იგი სოფლიოში მიღებული ნავალი 10 წლეულია, ტარდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღე 16 მარტია. კი ბატონო. და საქართველოს უკვე ჩვენ მეოთხეთ ვატარებთ ამას, მთელი კვირეულია, კვირიდან კვირამდე. და ნუ ერთი დღე 16 მარტია როგორც მოხდება, ეხლა ორშაბათს შემდეგი ორშაბათია, მაგრამ იმ დღესაც ვატარებთ. ანუ ორშაბათს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება. ტარდება ხოლმე როგორც ეს თბილისში, სადაც გარკვეულწილად ყველა ეს მარეგულირებელი უწყება ვაბარეთ ანგარის მომხმარებელთა უფლებების დაცვის, იმიტომ რომ თავარი მიზანი საქმიანობა, ეკონომიკური საქმიანობის და იმ პროდუქტების, რასაც ჩვენ ზედახედველობთ, ის კომპანიების ყიდიან ამ მომსახურებას მომხმარებელზე, მოსახლეობაზე და ცხადია მოსახლეობა უნდა იყოს დაცული, რომელიც კანონებში გაწერილია, მაგრამ რეალურადაც უნდა ეს ხორციელებოდეს, ამის ფორსირება, როგორც enforcement-ს ეძახიან, რეალურად უნდა ხდებოდეს ადამიანების უფლებების დაცვა და გარდა ამისა მათ უნდა იცოდნენ რა უფლებები გააჩნიათ. ხშირად არის შემთხვევა, რომ ბოლომდე არც იციან ეს უფლებები, ამიტომ ხდება რეალურად ამ კვირეულში განსაკუთრებულად პოპულარიზაცია მომხმარებლისათვის. ჩვენ თბილისში ვიწყებთ, მაგრამ ეხლა იყო გარდაბანში, დღეს ხვალ არის გორში, მერეა ბათუმში და წყალტუბოში. შარშან სამცხე-ჯავახეთში იყო, მანამდე იყო ქუთაისში. კი, მაქსიმალურად ხო, იმიტომ რომ ყველგან მნიშვნელოვანია, არა მარტო თბილისში, შეიძლება კიდევ უფრო მეტად იცოდნენ მაინც აქ არის ეს კომპანიები და რაღაც კონტაქტი მეტია. შეიძლება და ინფორმაციაც და რეგიონებში ნაკლები და ამიტომ ეს პოპულარიზაცია ხდება რეგიონებშიც ასევე და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ შეხვედრებზე ნამდვილად ჩანს, რომ მათ ბოლომდე არის ნიუანსები, ეს ინფორმაციაც არ აქვთ, რაც მათ მიეწოდებათ ბუკლეტების სახით,
გამოსვლელები არიან, რა თქმა უნდა, თითოეული მიმართულები და შემთხვევაში კითხვა პასუხი არის და ასე ვთქვათ, მაქსიმალურად კარგად და მასშტაბურად უფრო ხდება ეს და მოხარული ვარ, რომ ამან უკვე სისტემატიური სახე მიიღო და მოლოდინს არის ხოლმე გვიკავშირდებიან უკვე გარკვეული კონკურენცია იქაც არის რომ საჩავალთ შემდეგ წელს ანუ როცა ყალიბდება პროგრამა რომ სად ვიქნებით წარმოდგენილები. კი ბატონო, მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტია და თქვენს მარეგულირებლები ვახსენეთ მოხმარებელთა გააქტიურება, მაგრამ ახალისებთ მოხმარებელთა გააქტიურებას მათი ინფორმირებულობით, რომ ცხადია მათი ციან შემდგომ ვის მიმართონ. თუმცა, ახლა მინდა დაუბრუნდე სადაზღვო ნაწილში პროდუქტების თემას, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სადაზღვო პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება და ვხედავთ ასევე ჯანმრთელობის დაზღვევა არის თუ არ მეშლება უპირობო ლიდერი ამ ნაწილში. კიდევ რა გამოიკვეთა, რომელი პროდუქტებია ყველაზე უფრო მეტად პოპულარული, gansakotrებით მოთხოვნადი, შეიძლება ასე ითქვას. უფრო თვალნათი ციფრებით რო ვთქვათ, ესე იგი მილიარდ 411 მილიონიდან 45%-ია ჯანდაცვის მიმართულება, 600 მილიონია უკვე თვითონ ჯანდაცვის სფეროში და უნდა ითქვას, რომ მაგალითად 2019 წელს სულ 7 წლის წინ მთელი სადაზღვეო სფერო იყო 600 მილიონზე ოდნავ მეტი. მხოლოდ ჯანდაცვასაც ეს წელიწადში ეხლა მხოლოდ ჯანდაცვას იგივე ოდენობა. აქაც შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებელმა დაიჯერა, ანუ ჯერავს, რომ კერძო სადაზღვეო კომპანიებს ძალუც რეალურად მიაწოდონ ისეთი პროდუქტები და სხვადასხვა ფასად, რა თქმა უნდა, ზოგი კომპანია უფრო ძვირად და სხვადასხვა პაკეტია ჯანდაცვის, არის საშუალო, არის უფრო იაფი და ამიტომ ეს სავალდებულო არ არის მოგესწრება და ამიტომ თავად ეზღვევიან ჯანმრთელობის დაზღვევაში. თუმცა შემოსავლების თვალსაზრისითაც გარკვეული დონის შემდგომ მათ მაინც უნდა აიღონ, რომ და არჩევანიც მე აღარ არის. ეხლა ესეა თუ ხარ ან საყოველთაო ჯანდაცვის სფეროში ხარ, ან ხარ კერძო სადაზღვეო სფეროში. თუმცა მიგვაჩნია ჩვენ ქონდა ადრე დებატების თქვენი ესწრებოდით, მიყავდათ კიდევაც რომ მიგვაჩნია რომ ცოტა შეიძლება სხვანაირი მოწყობაც იყოს აქ, როდესაც სადაზღვეოს მეტი საშუალება მიეცეს, რომ წამოიღოს დღეს რაც სახელმწიფო აკეთებს, საბაზრო ეკონომიკა ვითარდება საქართველოში, უფრო მეტი წამოიღოს სახელმწიფოდან და მან აიღოს გარკვეული შესაძლებლობები გააკეთოს დაზღვევა, თქვა რაღაცა თუნდაც მოწყვლადი ჯგუფების ან გარკვეული ჯგუფების რაღაც ნაბიჯ, რაც რეალურად მიცემს საშუალებას სახელმწიფოსაც გამოითავსოს გარკვეული რესურსი და ჯანდაცვას თვითონ ბიუჯეტში მეტი დარჩეს სხვა რამეები გააკეთოს. ამაზე მიდის მსჯელობები და ვნახოთ მომავალში როგორ იქნება და სხვა მიმართულებით ეხლა ავტოდაზღვევა ზოგადად მთლიანობაში კასკო რასაც ეძახიან ახალი მანქანები განსაკუთრებით ყველა აზღავს, რა თქმა უნდა, რეიშინიათ, რომ არ არის მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა და კანონი მომზადებულია და ვიმედოვნებთ უკვე სრულად ამუშავებულია, რომ უახლოეს პერიოდში იქნება ეს მიმართულებაც განვითარებული. ამ ნაწილზე კი საკმაოდ საინტერესო დისკუსია მესმენთხოვე, თუმცა ქონების დაზღვევა მნიშვნელოვანი საქართველოში, რომელიც ასევე ვითარდება თუ მაგრამ ალბათ აქ მგონია რომ მაინც სწორედ ამ მიმართულებით უფრო მეტი არ არიან მაინც მოსახლეობა მაინც განწყობილი რომ დაიზღვიოს თავი, თუმცა ხშირია ჯერ შემთხვევები, როდესაც წყალი შეიძლება ჩამოგივიდეს ან შენ მოგივიდეს რაღაც შეცდომა და გაუშვა და ამისგან დაზღვეული ყოფითი საკითხებია. ყოფითი ხო, ეს შეულებრივი ამბავია და აუცილებელია. ნუ სიცოცხლის დაზღვევა მზარდი არის 100 მილიონს 120 მილიონამდე მიაღწია, გადააჭარბა უკვე 100 მილიონს შარშან წინ უფრო სწორად და ეს უფრო ბანკებთან დაკავშირებული პროდუქტია, იმიტომ რომ როცა ბანკში მიდიხარ და შენ იპოთეკურ სესხს იღებს ან რაღაც სერიოზულ ვალდებულებას, ბანკს უნდა რომ შენ სიცოცხლის დაზღვევა გქონდეს. ასე რომ მთელი რიგი მიმართულებები ვითარდება. ჩვენ ახლა ასევე ვართ ზედამხედველი, სულ 2023-ში მიღებული იქნა კანონი კერძო საპენსიო ფონდების, ეს მესამე სვეტია, მესამე პილარი. ეს ორი ვიცით უკვე, ერთი სახელმწიფო პენსიონერებს აძლევს თანხას, მეორე
სვეტი, რომელსაც სახელმწიფოს მონაწილეობს დამქირავებელიც და დაქირავებულიც 2% შენატანით და არის მესამე, რაც თავისუფალი სულთა საბაზროზე დაფუძნებული კერძო, როცა სურვილი აქვს, თქვათ, აქ დამქირავებულს და დამქირავებელს რაღაცა სქემით მიიღოს მონაწილეობა. თუმცა აქ კიდევ სხვანაირი სქემებით შეიძლება არსებობდეს, მაგრამ აი ხა შევიდა ძალაში ეს კანონი 1 იანვრიდან და ვიმედოვნეთ, რომ განვითარდება, იმიტომ რომ ალტერნატივა არ აქვს, იმიტომ სხვა ქვეყნებშიც ესე იწყებდნენ და ვითარდებოდა ესეთი კერძო საპენსიო ფონდები, რომელიც გარკვეული დანაზოგის და დაინტერესების საფუძველი არის, მაგრამ ჩვენთანაც ახლა ეს შემოსავლებიც იზრდება, იცით, ეკონომიკა კარგად მიმდინარეობს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს ფორმაც განვითარდება. კი, დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად სხვათა შორის საპენსიონატზე მეორე პილარს ეხება ამ თემაზე ჩვენ არაერთხელ გქონდა საუბარი, მათ შორის სულ ცოტა ხნის წინ სწორედ საპენსიო სააგენტო, საპენსიო ფონდის საინვესტიციო ოფისის მოვალეობის შემსრულებელთან საუბრობდით ამ საპენსიო ნაწილზე, მართლაც საინტერესო თემა და პლუს ამას უკვე უშუალოდ კერძო ნაწილიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მთლიანობაში სფეროს გახდის საკმაოდ საინტერესოს და მიმზიდველს ბევრი მიმართულება. აუცილებლად მინდა კითხოთ, ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ჯანდაცვაზე. ვახსენეთ ავტოდაზღვევა, ჯანდაცვის მოცულობის რაოდენობა გასაგებია. ჩამოვლათ რომ შევხედოთ სუფთა პერსპექტივის კუთხით და პერსპექტივის ჭრილში, რომელ სადაზღვევო პროდუქტებს აქვს კიდევ უფრო მეტი დინამიკის შესაძლებლობა, მაგალითად ავტოდაზღვევის შემთხვევაში, სად არის სივრცე, ასე ვთქვათ, სადაც თან გვჭირდება და თან შეიძლება მიმზიდველი გახდეს ბევრი კუთხით. ხო, რა თქმა უნდა, დაზღვევა ასევე იყოფა სავალდებულო და ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი და იქ სადაც ახლა სავალდებულო სახეობებია, ვთქვათ, ჩვენთან არის რომ გარკვეული პროფესიული სავალდებულო დაზღვევა არის, მაგალითად ნოტარიუსებს აქვთ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აქვთ, აუდიტორებს და ასე შემდეგ. და ეს განვითარება აქაც შეიძლება, მაგალითად, უცხოეთში აქვთ ექიმებს, ქირურგებს, ანუ რომლებიც რისკიან პროცედურებს, ოპერაციებს ატარებენ, ან არქიტექტურის და მშენებლობის მხარეშიც სავალდებულო სახის. ამის ნამუშევარი ვარ ჩვენ მსოფლიო ბანკთან თავის დროზე და ვიმედოვნებ, რომ უახლოს პერიოდში შეიძლება აქაც მოხდეს განვითარება, მაგრამ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ბიძგი შეუძლია რეალურად მიცეს ავტომობილების მესამე პირის სავალდებულო დაზღვევამ TPL-ს, რასაც ვეძახით და რომლის მთლიანი მოცულობა 300 მინიმუმ 300 მილიონი იქნება, ანუ უცბად 20-25%-ით გაზრდის ბაზარს. ყველა კუთხით მგონია, რომ საჭიროება არსებობს, მაგრამ არის საჭიროება, მე მგონი მოსახლეობაც ხდება, ანუ მოსახლეობა ფაქტურად სწორი ტერმინია, იმიტომ რომ ყველას ახავს თითქმის მანქანა, ავტომობილი ძალიან გაიზარდა. მილიონს გადაცდა, უკვე კარგა ხანია, 1.5 მილიონი ცოტა მეტიც არის უკვე. თუმცა აქ შეიძლება ყველა არ მოძრაობს, ამიტომ ესეც ზუსტიც არ არის ეს ციფრები, იმიტომ რომ ზოგი მანქანა უკვე ისეთი ძველია, საერთოდ დგას და ნებისმიერ შემთხვევაში მანქანების რაოდენობის, ავტომობილების რაოდენობის საერთო მაჩვენებლებს ვხედავთ. კი, ვხედავ და გვიჭირს ადვილი გადაადგილება არ არის და ამიტომ ეს მოსაწესრიგებელია და როცა ხდება ეს ავტომობილის შემთხვევები, უპირველეს ყოვლისა მესამე პირი, რომელიც არ დააშავა თვითონ და მოხვდა ასეთ შემთხვევაში, მას არალ ფინანსური, ასე ვთქვათ, ჯიბიდან გაღება არ მოუწევს და ესეა მთელ ქვეყანაში, მთელ სოფლიოში, ყველა ქვეყანაში, პრაქტიკულად რამდენი ქვეყანას არ აქვს. ძალიან სიმშვიდის გარანტია. კი, მინიმუმ, აი უცხოეთშიც ახლა ბევრი დადის თუ ავტომობილები გამოუყვანია, თქვათ, რენტ-კარტით, როცა იღებ რამოდენიმე დღით ერთი კვირით, არავინ არ მოგცემს შენ ხა ეს მანქანას თუ მინიმუმი არ დააზღვა და ეს მინიმუმია სწორედ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა, როდესაც შენს გამო კი არა ვიღაცა შემთხვევით დაეჯახა და ამ შემთხვევაში ხა თუ ეს არ აგაქვს შენ იხდი. და ხშირად ყოფილა ხა საქართველოშიც ვიცი შემთხვევები, როცა არც ისე ძვირიანი მანქანით მოძრავ ადამიანს პიროვნებას ძღოლს დაჯახებია ძვირად ღირებულ ავტომობილზე. და თუ ის დაზღვეულია, იმას დაზღვევა კი გაუკეთებს, მაგრამ მე დაზღვევა დაიწყებს ამოღებას თანხის ამ პირისაგან და რაც უფრო შესაძლებელი ნაკლები გაქვს, უფრო ცუდ მდგომარეობაში ვარდები, რა თქმა უნდა და ამიტომ ეს არის სწორედ ის
მიღებული, ამაზე უკეთესი არავის არ მოუგონია ჯერჯერობით ფინანსურ სფეროში დაზღვევის მიმართულებით, რომ ეს მესამე პირის ვალდებულებები, სავალდებულებები უნდა არსებობდეს განსაკუთრებით ამ ავტომობილის და თუმცა სხვა სახეობებშიც ასევე. კი ბატონო, ეს მართლაც საინტერესო სივრცეა, დარწმუნებული რომ ამ თემაზე წავიწევთ. და სიცოცხლის დაზღვევის სქემები არსებობს კიდე, რა თქმა უნდა, რომ ჩვენთან განვითარებული არ არის. ერთია სიცოცხლის დაზღვევა, რაც თქვით, რომ მარტო ბანკთან ასოცირებულია, მაგრამ სიცოცხლის დაზღვევის სქემები არსებობს, სადაც ადამიანები მონაწილეობენ და შემდგომ უბრუნდებათ ეს ფული და ასე შემდეგ. საინტერესოა ჯერ კიდე ასათვისებელი გვაქვს ეს რომ არის ბევრი საინტერესო და პროდუქტები სხვათა შორის არიან უკვე ჩვენთან კომპანიები თუ ინტერნეტით ხშირად ნახავთ Facebook-ზე ამოვარდება სხვადასხვა პროდუქტები სახეზე აი შემთხვევები რო იყო დელტა პლანზე თუ იცით აი ხო აი მგონი ალდაგი იყო პროდუქტის შექმნა ამ დელტა პლანის დაზღვევებზე რამდენიმე კომპანიამ დაიწყო ცხოველების დაზღვევა აი ზაღლის კატის და ასე ჯანმრთელობის და რაღაც ასეთი ტიპის ასე რომ ეს მიღებულია ყველაფერი სხვაგან ჩვენთან სიახლეა და ნუ ახლა თვლი რადგანაც კომპანიამ დაიწყო ესე იგი მან უკვე გათვლები გააკეთა ეს იმას ნიშნავს რომ მოთხოვნა ამაზე არსებობს ეხლა უბრალოდ არავინ არაფერს არ დაიწყებს არც ერთი კომპანია ეს კერძო არის და მოგებაზე ფიქრობს საბოლოო ჯამში მაგრამ რადგანაც ეს ნაბიჯები იდგება ნიშნავს რომ უკვე მოთხოვნა არის და იციან რომ წინ მიდიან კი ბატონო მნიშვნელოვანია ზოგადად მე მინდა აღვნიშნო რომ ძალიან ბევრი მიმართულებით მაგრამ სადაზღვეო სექტორში ჩვენ გვყავს კერძო კომპანიების ლიდერები რომლებსაც აქვთ შესანიშნავი განათლება შესანიშნავი ხედვა მომავლის და დარწმუნებული ვარ რომ ისინი ამ სფეროს კიდევ უფრო მეტად განავითარებენ. აუცილებლად მინდა კითხო ძალიან მოკლედ აგროდაზღვევის ნაწილზე ზოგადად რა ვითარება გვაქვს ამ კუთხით. აგროდაზღვევა, ასე ვთქვათ, მცირედით, მაგრამ ზარდი არის, რაღაც 22 მილიონამდე იყო პრემია, თუმცა სულ რამოდენიმე წლის წინ ეს იყო 8 მილიონი იზრდება. თვითონ კომპანიები ბევრი არ დარჩენ, ვინც აგროდაზღვევით არიან დაინტერესებული, რთული სფეროა ზოგადად ეს ითხოვს შემდგომ როგორ ვთქვათ როცა უცხოეთში თქვათ თურქეთში ან ესპანეთში აგროსეგუროა ესეთი დიდი სადაზღვევო კომპანია იქ ბევრი არის სავალდებულო და მთელ ქვეყანას მოიცავს და ანუ დაზღვევის პრინციპი ეს არის რომ შენ ახლა ერთეულებს ვერ დააზო რაც უფრო მეტია ამ პულში ანუ ერთიანობაში შემოსული თანხა ის რო გროვდება ვისაც მე სადაზღვევო პრობლემა უხდება ზარალება იმას ადვილად უხდის ჩვენთან ისე მოხდა რომ მხოლოდ კახეთში და ვენახებია დაზღვეული თანაც ყველა არ აზღვევს სადაც სიტყვა უფრო მოდის იქ უფრო აზღვევენ სადაც გამოიხედავს ფერმერი თქვა იტყვის რომ ჩემთან 10 წელი არ მოსულა და არ აზღვევს. ხო, ცოტა სულმატებს. მე ხანდახან მაინც ყველგან შეიძლება მოვიდეს და აჭარა უფრო გამორჩება. ანუ აქ კახეთს 80%-ზე მეტი უჭირავს და თუმცა უნდა ითქვას რომ ზედიზედ გახსოვთ სერიოზული სეტყვები იყო, დიდი ზარალები იყო რამდენიმე წლის წინ. ახლა ბოლო წერია დაახლოებით ზარალენობა 33%-ის ფარგლებში. ამიტომ შანსი იმისა რომ გაიზარდოს შემდეგ წელს უფრო მეტია. ალბათობის თეორიით ალბათ შეიძლება ესე გამოსაზრდოთ, მაგრამ მეზობელი როცა ხედავს რომ დაისეტყვა და იმას ქონდა დაზღვევა და გადაუხადა, შემდეგ მეზობელი ფერმერი თვითონაც ფიქრობს რომ დააზღვიოს. ხა დიდი კომპანიები ისედაც აზღვევენ თავისთავად. კი ბატონო, ცოცხალი მაგალითია მაგნაწილში ხშირად მისაბაძია ასე ვთქვათ და მიმზიდველი. აუცილებლად მინდა კითხოთ ტურიზმის სტატისტიკის ნაწილში ჩვენ ვხედავთ ამ მატებას ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით და რა გავლენა იქონია ზოგადად კომპანიების სამოგზაურო პაკეტების რეალიზაციის ნაწილში? მინდა ესეც საკმაოდ პოპულარული ხო, მაყურებელს უთხრათ რომ ჩვენთან ასე ვთქვათ ცალმხრივად არსებობდა კი. გარეთ ვინც გადიოდა ტურისტები, ვინც ევროკავშირი ახლა სავალდებულოდ ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების ბევრი ქვეყანა. სავალდებულო ზოგან არ არის სავალდებულო, მაგრამ თვითონ ადამიანიც ვიც უკვე ხვდებია რომ საზღვარგარეთ რომ მიდიხარ ჯობია სამოგზაურო დაზღვევას რაც ეძახიან ძირითადად ეს გულისხმობენ ხოლმე არის ხოლმე ჯანმრთელობის დაზღვევაში უცბად რომ რაღაც შემთხვევა დაგემართოს ფსუბუქი თუ სერიოზული შენ იქ დაცული იყო იმიტომ არავინ იქ სერიოზულად არ მოგხედა თუ არ აგაკ ჯანმრთელობის დაზღვევა და ეს საზღვარგარეთ წასულებზე უფრო იციან და არც არავის უნდა არ ეკითხებიან ხშირად საზღვარზე, მაგრამ რო კითხონ და არ ქონდეს შემოგაბრუნებენ უკან. ამიტომ
უმეტესობას განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში ვინც მიდის, იმათ აქვთ, ან ევროპაში ვინც მიდის. მაგრამ მგონი სხვა ქვეყნებზე თვითონ ტურისტული სააგენტოებიც ხადა სავალდებულოდ ხდიან, იმიტომ რომ ჯგუფი როცა მიყავს და არც აი რო შეხედოთ ფასების იმაში, მიდის ვინდი ხარ ტურისტად, თქვა 10 დღით, სასტუმროში ხო, საშუალოდ ავიღოთ 80-100 евро, ღირს სასტუმრო ყველაზე იაფი 50-60, კვების ფულს იხდით, ავიაბილეთის ფულს იხდი, ხო? დაზღვევა გიჯდება საშუალოდ 2 ყველაზე ისეთვის საშუალოზე ცოტა მეტსაც ვამბობ 2 ლარი. ეხლა ადრეში 20-30 ლარი რო გადაიხადო, შენ დაცული იყო, მე მგონი ეს ამაზე არც არგუმენტი არ არსებობს თუ რატო ეს არ უნდა გააკეთო. ამიტომ ადამიანი ხდება და ესეც გარკვეულწილად გაიზარდა სტაბილური, მაგრამ წელს ჩვენც ვიყავით ერთი მთავარი ინიციატორები, საქართველოში ხო შემოდიან ტურისტები, ხო სადაც განვითარებული ეკონომიკაა, ის ადამიანები ისედაც დაზღვეულიანია, რა თქმა უნდა, განვითარებული ქვეყნები და ევროპა, ამერიკა, კანადა, თუ გნებავთ სხვა ქვეყნები, მაგრამ არის მესამე ქვეყნები, თქვა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგი მეზობელი, იმათ ტურისტული დაზღვევაში ჯანმრთელობა არ ქონდა და ამიტომ ხშირად ეს როცა შემთხვევები ხდებოდა, ჩვენ ჯანდაცვის სფეროს უწევდა მომსახურეობა და რეალურად აქედან ამოღება, ანუ თანხა არ შემოდიოდა. ამიტომ ჩვენ გავხდეთ გარკვეულწილად ნებაყოფლობითია, მაგრამ ცხადდება, რომ უნდა გქონდეთ თქვენ ესეთი დაზღვევა და ამის შედეგად გარკვეულის და უკვე არის იანვარში. იმიტომ რომ იქაურმა ტურისტულმა კომპანიებმა დაიწყეს აქტიურობა, აქ ჩვენმა კომპანიებმაც, ანუ თანაბრობა არის, აქ ეხლა პრიორიტეტი ამ შემთხვევაში არ არის და ეხლა მართალია თუ სწორია თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ რეალურად ამან გამოიწვია შემდეგი ბიზნესი, რომ უცხოელები ვინ ჩამოდიან, ეხლა უმეტესობამ გაიგო და უფრო აქვთ ეს სამოგზაურო დაზღვევა, რაც კარგია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისათვის. კი ბატონო, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამის განხორციელება და ინიციირება და ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ შეჯამების სახით გეგმები 2026 წლისთვის, რას ველით ჩვენ მიმდინარე წელს მთლიანობაში, რა თქვენი ჩართულობით პროგრამები. ნუ დაზღვევა როგორც ყველა ეკონომიკის სხვა სფერო ზოგადად მაკროეკონომიკურ სიტუაციაზე დამოკიდებულია, სამეზობლო როგორი მდგომარეობა და კი ვხედავთ რა მდგომარეობაც არის, ეს ომები იწვევენ გარკვეულ ყევებს, მაგრამ საქართველოს ეკონომიკამ ყველაზე კარგად გაუძლო, როგორც ხედავთ, ასეთის და ევროპის არც ერთ ქვეყანას და სამეზობლოში არავის არ არის და ინფლაციური თვალსაზრისით. ამიტომ თუ ეს ტენდენცია მეტნაკლებად შენარჩუნებული იქნება, ანუ გარე ფაქტორები სერიოზულ ყევებს ზოგადად არ გამოიწვევენ, მაშინ დაზღვევის სფეროც თავისთავად ასეთივე ტემპით განაგრძობს ზრდას. გონია რომ უცხოელების დაინტერესებაც არის, ხო მე ჩვენი ორგანიზაცია ჩამსახურები და მე პირადად ჩართული ვარ გახლავთ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, მსოფლიოს ზედამხედველთა ორგანიზაციის ევროპას წარმოვადგენ ჩემ სლოვენიელ კოლეგასთან ერთად. ძალიან ბევრი საკითხები სხვადასხვა ეს ტენდენციების კვლევაც კი მიდის, როგორ უნდა განვითარდეს და ის რეკომენდაციებიც გვაქვს მათგან როგორ უნდა წავიდეთ, ზედამხედველობა როგორ განვახორციელოთ, თვითონ ბაზარი როგორ განმოვითარო და მე უკვე ჩამოთვალე რა ერთი სახეობა რისი პერსპექტივა არსებობს და მგონია რომ ეს ტრენდი როგორც ვამბობ, მიმართულებები, ყველა მიმართულება მზარდი იქნება წელსაც. კი ბატონო, დარწმუნებული ვარ და ასევე აქვე მინდა გთხოვოთ, როგორც ყველა საინტერესო ჩვენ სტუმარს ვთხოვ ხოლმე, რომ ჩვენ წლის განმავლობაში კიდევ ვისაუბროთ რამოდენიმე საკითხზე, ტენდენციებიდან გამომდინარე, მათ შორის დაზღვევის დღეს მოგვიწევს ამასობას. ეს დაცილიც გვაქვს ამ კუთხით. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ძალიან საინტერესო, ძალიან ამომწურავი და განახლებული ინფორმაციებისთვის, რაც გვაქვს მაქსიმალურად საინტერესო ინიციატივებისთვის, რომელთა გაშლაც კერძო კომპანიების ჩართულობითაც მნიშვნელოვანი იქნება ნამდვილად. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა წვევისათვის. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ტრადიციულად ეკონომიკასა და ბიზნესის მთავარ სიახლეებს თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ ვებგვერდზე business insider.gr. მე ხვალამდე გეშლებით.